მოგესალმებით, რამდენიმე წუთის წინ ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას შეუფარდა რამდენი თვე? 8 თვე. ზუსტად 6 წუთი დაჭირდათ ამ გადაწყვეტილების მიღებაც, იმიტომ რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, სასამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური რეპრესიების იარაღი. თუმცა ყველას მინდა ძალიან კარგად ახსოვდეს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დღეს არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი. და სწორედ ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით, ღირსებით და სიმართლის ერთგულებით ყველა ჩვენ ერთად პოლიტიკური პარტიები, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვინც დაპატიმრებულია, ახალგაზრდები, აქტივისტები, ჟურნალისტები, ყველა ის ადამიანი, ვინც არ ეპუება ამ სისტემას არაფრის ფასად, სწორედ ამ მიდგომით, ამ დაუმორჩილებლობით, არ თანამშრომლობით ჩვენ დავამარცხებთ ამ სისტემას. ჩვენი კოალიცია არის მყარად შეკრული, თქვენ ეს ალბათ ამ პერიოდშიც ნახეთ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, მეტიც ოპოზიცია არის მყარად შეკრული და გუშინ 8 პროდასალურმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოაცხადა ძალიან კონკრეტული არ თანამშრომლობის, არ დამორჩილების და სისტემის დემონტაჟის გეგმა, მიდგომა, რომელიც ძალიან მალე იქცევა კონკრეტულ მოქმედებებში. ამიტომ ერთის მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, რეპრესიები და ჩვენ ყველა პარტნიორს ეს ეცოდინება, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ძალიან ღირსეული ბრძოლა. ნიკა გვარამიასთვის 8 თვიანი, ასე ვთქვათ, პატიმრობა ეს არ არის ის, რაც და რისთვისაც ნიკა გვარამია, ასე ვთქვათ, იბრძვის, ვინაიდან პატიმრობა მისთვის არც ახალია და ვერც პატიმრობა ვერ შეუცვლის იმ ბრძოლას და იმ, ასე ვთქვათ, ინიციატივას, რომელიც მას ჰქონდა და აქვს ახლაც და კოალიცია ცვლილებისთვის იქნება არ თანამშრომლობის სხვა პარტიებთან ერთად არ თანამშრომლობის ავანგარდში. ჩვენ ვფიქრობთ და მიგვაჩნია, რომ ის, ესე ვთქვათ, ენერგია, რომელიც გუშინ ბრიფინგზე პროდასალურმა პარტიებმა თავისი ხელმოწერით გამოხატეს, აუცილებლად უნდა გამოყენებული იქნას პირველ რიგში სისტემასთან არ თანამშრომლობისთვის, ახალი არჩევნების სამართლიან გარემოში მოპოვებისთვის და ასევე პოლიტპატიმრების განთავისუფლებისთვის. არა მხოლოდ ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური ლიდერები, არამედ ყველა პოლიტპატიმარი უნდა განთავისუფლდეს და განთავისუფლება უნდა იყოს ღირსეული. ვინაიდან მნიშვნელოვანია 8 პროდასალური პარტია არ თანამშრომლობს, ხოლო ის პარტიები, ვინც განიხილავენ თანამშრომლობას რეჟიმთან, მოუწოდეთ, რომ შემოუერთდნენ პროდასალურ პარტიებს, ვინაიდან ახლა ერთიანობა, როგორც არასდროს არის მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენი კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია გამწესა ციხეში ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ, რომელიც მხოლოდ სპექტაკლის დადგმას ემსახურება და არანაირი კავშირი არ აქვს ან სამართალთან, ან გამოძიებასთან. ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა, არა მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა, რომელიც ამჯერად ციხეშია, მათი პრინციპული ნაბიჯებით დაამტკიცეს, რომ ისინი აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. არ აქვს ისინი ციხეში იქნებიან თუ ციხის გარეთ, ეს ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გუშინ პოლიტიკურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რომ ერთობით ერთად ვიდგეთ და ვებრძოლოთ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ოლიგარქიული რეჟიმი ჰქვია.